მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, თქვენ უსმენთ ჯვარის ხმას, სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზია ვმუშაობ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები მარიამ მატუა და დავით ჭკადლო. მოგესალმებით ახალგაზრდებო, მადლობა რომ დამითმეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით ყველას. როგორ მოხვდით ჯვარის სათემო განათლების ცენტრში და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ამ ცენტრთან? როცა პირველად ამ ცენტრში მოვედი, ვიყავი დაახლოებით მეოთხე კლასში, მაშინ ჯვარის სათემო განათლების ცენტრს ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია DIV-სთან ერთად პროექტი, რომლის ფარგლებშიც ტარდებოდა საზაფხულო სკოლა და ამ საზაფხულო სკოლის წევრი ვიყავი მეც. მარიამ, თქვენ? მე პირველად მოვხდი დაახლოებით ესე პირველ-მეორე კლასში, როდესაც DIV-ის ჰქონდა ესეთი პროგრამა, ეს იყო ახალგაზრდებისთვის კონკრეტულად დამწყები კლასების ბავშვებისათვის, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები და ზუსტად აქედან იწყება ჩემი თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, DIV-ისთან. რას ნიშნავს თქვენთვის არაფორმალური განათლება და რა მისიით ხართ აქ, ესე ვთქვათ? პირადად ჩემთვის არაფორმალური განათლება არის ის, რაც ავსებს იმ ნაკლს, რაც აქვს ზოგადად ფორმალურ განათლებას. არაფორმალური განათლება ჩემთვის პირადად არის ის, რაც მეხმარება უფრო მეტად განვითარდე და იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ ფორმალური განათლების ფარგლებში ვიღებთ, ასე ვთქვათ, უფრო აძლიერებს და უფრო ამრავალფეროვნებს. ხო, ჩემთვის არაფორმალური განათლება ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ახალი შეიძინო, ისეთი რასაც პირობითად სკოლაში ვერ შეიძენ, ისეთი რაღაცა, რაც მაგალითად, ასე ვთქვათ, მარტივად მასთან ხელი არ მოგიწვდება და ეს არაფორმალური განათლება ალბათ ყველასთვის და ჩემთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ადამიანის ჩამოყალიბებაში და სწორედ ამიტომ ყველაზე დიდი როლი ზუსტად ჩემს რაღაცა პიროვნების შექმნაში არაფორმალურმა განათლებამ შეიტანა. აი კონკრეტულად ამ ცენტრმა ამ მიმართულებით და ზოგადად რა მოხდათ? რაც შეეხება კონკრეტულად ამ ცენტრს, როცა ამ ცენტრში პირველად მოვედი, მაშინ ასევე ინგლისური ენის კურსებს გავდიოდი, რაც ძალიან დამეხმარა ჩემი ინგლისური მეტყველების უნარების დახვეწაში, ასევე ძალიან ბევრ საინტერესო ტრენინგებს ვესწრებით ხოლმე სამოქალაქო აქტივიზმზე და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა, ჩემ პიროვნულ განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. დაახლოებით რამდენ პროექტში იყავით ჩართული და თვითონ ამ პროექტებმა თუ მოგცათ რაიმე ისეთი, რასაც თვლით, რომ მე გამოიყენებთ? მასე კონკრეტული რიცხვის დასახელება რთულია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათობით პროექტში მიმიღია მონაწილეობა და რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ანუ რა თქმა უნდა ამ პროექტებმა ბევრი ისეთი რამ მომცა, რასაც ყოველდღიურად ყოფით ცხოვრებაში ვიყენებ. ამ პროექტებმა მასწავლა როგორ მქონდეს ჯანსაღი კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენლებთან, რაც ყოველთვის ყველგან მეხმარება. მე ჩემთვის ამ DIV-ი მაინც ძალიან დიდი საქმე გაიღო, იმიტომ რომ ძალიან წინ წამწია როგორც პიროვნულად, ასევე ჩემი განვითარების მხრივ, იმიტომ რომ ზუსტად DIV-ის დამსახურება არის ის, რომ მე პირობითად ხალხთან თავისუფლად შემიძლია კომუნიკაციის დამყარება და მსგავსი რაღაცები და სწორედ DIV იყო ის პირველი ნაბიჯი, რომლისგანაც ჩვენ კიდევ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოხვდით. და ეს ყველა პროექტი, სადაც ჩვენ მათთან, ანუ DIV-ისთან ერთად მონაწილეობდით, ყველა პროექტი ჩვენ თითოეული ნაბიჯით წინ გვწევდა, გვზრდიდა როგორც პიროვნულად, ასე განათლების მხრივ და ამიტომ აი ნაკლს ვერ ვუპოვით მათ თითოეულ ტრენინგს თუ პროექტს. და თქვენს თანატოლებს თუ უზიარებთ ყოველდღიურად ან თუნდაც რაღაცა შეხვედრების სახით იმ გამოცდილებას, რასაც აქ იღებთ ამ ცენტრში? რა თქმა უნდა, ანუ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ჩვენი აქ სიარულის ის არის, რომ ჩვენ მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ჩვენს თანატოლებს გაუზიაროთ, აი პირადად მე და მარი ხშირად ვატარებთ ხოლმე სხვადასხვა ტრენინგებს, სხვადასხვა თემებზე, ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე და არა მარტო ჯვარში ვცდებით ხოლმე ჯვარის ფარგლებსაც და ამ და სხვა ორგანიზაციებში მიღებულ ცოდნას, თანატოლებს და ასევე უფროსი მთავრობის წარმომადგენლებსაც ვუზიარებთ ხოლმე. და რამდენად არის მათი მხრიდან დაინტერესება ამ ყველაფერზე? ანუ რაც შეეხება თანატოლებთან გაზიარებას, რა თქმა უნდა, ყველა ალბათ თითოეული მონაწილე ამ პროექტების უზიარებთ, იმიტომ რომ აქ იმ ხელცოდნას ვიღებთ და ისეთ განსხვავებულ ინფორმაციებს ვგებულობთ, რომ აი გაზიარების გარეშე წარმოუდგენელია და ეს ჩვენი ასე ვთქვათ კიდევ მეგობრებისადმი გაზიარებული ინფორმაცია ძალიან ხშირად ეხმარება მათაც, იმიტომ რომ ისინი ნელ-ნელა კიდევ ერთვებიან ამ პროექტებში, რაც მათ კიდევ უფრო მეტად ზრდის ყველა მხრივ. ანუ მათი მხრიდან რამდენად არის დაინტერესება, ამაზე რომ გესაუბროთ.
ხო, დაინტერესებას რაც შეეხება ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ პიროვნულად აი პირადად მე მაგალითად ჩემს თანატოლებთან როდესაც მქონია მსგავსი საუბრები, ძალიან ზრდით მათ ეს პროგრამები და აქედან გამომდინარე მათი მხრიდან როგორც უკვე ვახსენე, დაინტერესება არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ისინი აქ რაღაც ახალს ღებულობენ და მათთვის თითოეული ტრენინგი არის რაღაცა ახლის შემსწავლელი. ამჟამად რა პროექტებში ხართ ჩართული? ამჟამად ვართ DVV-ის ახალგაზრდული კლუბის წევრები, ასევე DVV-ის მოხალისეები, გარდა ამისა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებშიც ვართ გაწევრიანებული, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ნეოგენი, რომლის პროექტების ფარგლებშიც ჩვენ როგორც უკვე ვახსენეთ, დავდივართ სხვადასხვა თემის საზოგადოებებში და ვატარებთ ტრენინგებს. კი, ასევე ანალოგიურად მეც ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის წევრი ვარ და როგორც დათომ გითხრათ უკვე ჩვენ ერთად ამ არასამთავრობო ორგანიზაციიდან გავედით სხვა ორგანიზაციამდე, კონკრეტულად ნეოგენამდე და სწორედ მათი ასე ვთქვათ დამსახურებით ჩვენ თანატოლებს ვესაუბრებით ისეთ საკითხებზე, მაგალითად როგორც არის ევროინტეგრაცია, ახალგაზრდების ჩართულობა და მსგავსი თემები. და რაც შეეხება DVV-ის ახალგაზრდულ კლუბს, აქ ჩვენ რაღაც მსგავს პროექტებს ვახორციელებთ, რითაც ახალგაზრდებთან გვაქვს ისევ კავშირი და ვაცნობთ იმ განსხვავებულ ახალ საკითხებს, რომლებიც მათთვის ხშირ შემთხვევაში უცნობია ხოლმე. ანუ მე რამდენადაც თქვენი საუბრიდან ხვდები, თქვენ ურთიერთობა გაქვთ არა მხოლოდ თქვენს გარშემო არსებულ ახალგაზრდებთან, თქვენი სოციუმის წარმომადგენლებთან ვწდებით მუნიციპალიტეტის საზღვრებსაც, ხო? კი. კონკრეტულად რომელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაქვთ მოსწავლეებთან, იგივე ახალგაზრდებთან შეხვედრები? ხო, რაღაც ტიპის შეხვედრები ქონდა მათ შორის ზუგდიდებთან და ისევ ჩვენს ასე ვთქვათ ტერიტორიაზე რომ დავბრუნდეთ, ჯვარი თავისთავად, ასევე ქონდა შეხვედრები მუჟავის თემის წარმომადგენლებთან, ჭალის თემის წარმომადგენლებთან, ასევე ოჭანის თემის უნდა დაგვაწყდეს და ანუ მსგავსი ახლო-მახლო ირგვლივ რაც კი თემი არსებობს, ყველგან ვცდილობთ რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და შესაბამისად ეს არის ჩვენი мотиваცია რომ უფრო მეტი თანატოლი განვანათლოთ ისეთ საკითხებზე, პირობითად რაც მათთვის სიახლე იქნება და რაც აქამდე უცნობი იყო. დათომ ახსენა მოხალისეები ვართო ჯვარის სათემო განათლების ცენტრისვე თქვენთვის რას ნიშნავს მოხალისეობა, რას გაძლევთ ეს ყველაფერი და მოხალისეობის ფარგლებში რა არის ის აქტივობები, რასაც გეგმავთ და ახორციელებთ? პირველ რიგში მოხალისეობა ისეთი რაღაცაა, რასაც ყველა უნდა ცდილობს, იმიტომ რომ მოხალისეობა არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ჩვენი თემის, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს დავეხმაროთ და მაქსიმალურად გვერდში ამოვდგეთ და რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე გამწვანების პროექტები, მაგალითად ჯვარის მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე თვითონ შიგნით ჯვარში ჩვენი ორგანიზაციის ეზოს ხშირად ვამწვანებთ ხოლმე სხვადასხვა ენერგიები მოგვაქვს და გავთ, რითაც ჩვენს ბუნებასაც ვეხმარებით. კიდევ გარდა ამისა, აი ჯვარის მასშტაბებს რომ გავცდეთ, თუ გამიკეთებიათ რამე მოხალისეობის ფარგლებში? კი, დიახ, ჯვარის ფარგლებსაც გავცდით, შეიძლება ითქვას, ანუ მაგალითად ასეთი პროექტი გქონდა პროფორიენტაციასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც როგორც ჯვარში, ასევე თბილისში და კახეთის ერთ სოფელში ჩავატარეთ პროფორიენტაციის ტრენინგები, რისი საშუალებითაც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ შეიტყო თუ როგორ და რა გზებით უნდა აღმოეჩინათ მათთვის სასურველი პროფესია. მარიამ, თქვენთვის რას ნიშნავს მოხალისეობა? ჩემთვის მოხალისეობა ეს არის ძალიან განსაკუთრებული რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდასთან, ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, თემთან გვაქვს კავშირი, რითაც ამ ჩვენი მოხალისეობრივი, ასე ვთქვათ, ვალდებულებით ვახორციელებთ ისეთ პროექტებს და პროგრამებს, რომლებიც მათ თვითგანვითარებას უწყობს ხელს და შესაბამისად, ან როდესაც სხვას, ასე ვთქვათ, კარგ საქმეს უწევს, საკუთარ თავზეც აისახება და ამიტომ საკუთარი თავით ამ შემთხვევაში კმაყოფილები ვრჩებით ხოლმე. როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს და რამდენად შეგიძლიათ სწორად დაგეგმოთ დრო და შემდეგ გაანაწილოთ? მე ვიცი რომ სკოლაშიც კარგად სწავლობთ, პლუს მეცადინეობებზე დადიხართ, რამდენად არის შესაძლებელი რომ თქვენს ასაკში ეს ყველაფერი ერთმანეთს შეუთავსო? მარტივი ნამდვილად არ არის, ჯერ ეს ერთი რომ სკოლა როგორც უკვე თქვენ ახსენეთ, დღის პირველ ნახევარში თავიდან ბოლომდე იქ ვართ, შემდეგ უკვე მეორე ნახევარში გვიწევს სხვადასხვა რეპეტიტორებთან სიარული და სხვადასხვა გამოცდებისთვის მომზადება, მაგრამ როცა სული და გულით გინდა რომ საკუთარი თემის წარმომადგენლებს დაეხმარო და რაღაცა საინტერესო ინფორმაცია გააცნო, ამ დროს
ნუ თუ საკმარისი мотиваცია გაქვს, არც რთულია დროის გამოძებნა, ანუ რეალურად ყველა შეუძლია იმ მინიმალური დროის გამოყოფა მსგავსი საქმიანობებისთვის. ანალოგიური არის ჩემს შემთხვევაშიც, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ გვიწევს როგორც უკვე დათომ ახსენა, ჯერ სკოლაში დროის გატარება, ამის შემდეგ მეცადინეობებზე, რომლებიც ორმაგ დროს გვართმევს, ვიდრე პირობითად ეს არის სკოლა, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ანუ ეს მოხალისეობა და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, სხვებსაც გამოვადგეთ, რომ აი წარმოუდგენლად დიდ რაციონალურ გათვლას ვდებთ იმებში, რომ აი რაღაცა პირობითად 1 საათი მაინც გამოვყოთ იმისათვის, რომ სხვა ახალგაზრდებთანაც გქონდეს კომუნიკაცია, იმიტომ რომ ეს მათი სჭირდებათ აი ისევე როგორც ჩვენ რაღაც გარკვეული განვითარების ეტაპის გავლა. დაახლოებით კვირაში რამდენ ხანს ატარებთ ხოლმე ჯვარის სათემო განათლების ცენტრში? ნუ ეს ყველა კვირას ინდივიდუალური და განსხვავებულია, მაგრამ საკმაოდ ხშირად კვირაში 2-3 დღე მაინც მოვდივართ ხოლმე აქ, თუნდაც თითო საათით ვესწრებით სხვადასხვა ტრენინგებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯვარის სათემო განათლების ცენტრი ამ მხრივ ძალიან ასე ვთქვათ აქტიურია და ჯვარელ ახალგაზრდებს ძალიან ბევრ საინტერესო ტრენინგს სთავაზობს ხოლმე. კი ბატონო, ანუ ჩვენ მეც პირადად ანუ გააჩნია პირობითად რომელ კვირაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ არის ესეთი კვირა, როდესაც უფრო მეტ ხანს გვიწევს დროის გატარება სათემო განათლების ცენტრში და არის ესეთი კვირა, როდესაც შედარებით ნაკლებ დროს, თუმცა საშუალოდ ალბათ სავარაუდოდ ესე 2-3 დღე ვატარებთ თითოეული კვირის განმავლობაში და როგორც უკვე დათომ ახსენა, ანუ აქ შეიძლება უფრო მეტიც გავატაროთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ტარდება ტრენინგები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და ჩვენი პიროვნული ზრდისათვის, ამიტომ არ ვაკლდებით, ასე ვთქვათ, ამ ტრენინგებს და სულ ვცდილობთ, რომ თითოეულ სესიას დავესწროთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი. და იმ თანატოლებს რას ურჩევდით, ვინც არ არის ამ პროექტებში ჩართული და ესე ვთქვათ, ბრწყალებს ცოტა ფეხს ითრევენ, რომ ჩაერთონ და მეტად მოახდინონ თუნდაც საკუთარი თავის რეალიზება. ანუ ჩემი რჩევა იქნება ის, რომ თუნდაც ერთხელ მოვიდნენ, სცადონ, გამოსცადონ რა გრძნობაა, როცა თუნდაც თანატოლი ან თუნდაც შეეძეთ ცოტათი უფროსი ადამიანი გესაუბრება სხვადასხვა თემებზე, ისეთ თემებზე, რომლებზეც შეიძლება სხვაგან არ გესაუბრონ, ისეთ თემებზე, რომლებზეც შეიძლება რომ დავუშვათ სკოლაში პედაგოგმა დრო არ დახარჯოს. ასე როცა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოდიხარ და ასეთ თემებს უსმენ, ეს პირველ რიგში არის შენი პიროვნული განვითარებისთვის კარგი, ასე რომ თუ ჩემ რჩევას გაითვალისწინებენ და ერთხელ მაინც გამოცდიან თუნდაც ჯვარელი ახალგაზრდები, ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ ჯვარის სათემო განათლების ცენტრში არ ყოფილან, მოვლენ და ერთხელ მაინც ერთ ტრენინგს მაინც დაესწრებიან, მაშინვე მიხვდებიან, რომ ეს ფეხის თრევა და ეს დაზარება, ანუ არ არის გამართლება ამ ყველაფრისთვის, რადგან როცა აქ მოდიხარ, აქ სულ სხვა გარემო გვხვდება, აქ არ არის რაღაცა დოგმები, რომლებსაც შენ უნდა მიყვე, აქ მაქსიმალურად თავისუფალი ხარ და გეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად გამოავლინო. ამიტომ დაზარების მიზეზი რეალურად არ გაქვს. ახლა თითოეულ ახალგაზრდას, რომელთანაც ხმა მიმიწვდება, ამაზე ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი, თუმცა იმათთანაც, ვისთანაც პირობითად მე არ მაქვს კომუნიკაცია, აუცილებლად ვურჩევ იმას, რომ მართლა გამოსცადონ ერთი დღე მაინც დაუთმონ ჯვარის სათემო განათლების ცენტრს, იმიტომ რომ ძალიან დიდ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეიცნობენ აქ და ეს ხდება სხვადასხვა სესიების, ტრენინგების, ასე ვთქვათ, განმავლობაში და როგორც უკვე თქვით, ჯვარის სათემო განათლების ცენტრი ამ მხრივ არის მოწინავე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აქ არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, გამოსადეგი ტრენინგი, რომელიც აქ ტარდება და ამიტომ ჯვარის თითოეულ მოსახლეს, თითოეულ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მოვიდეს, დაესწრონ და აქ არავინ არ არის შეზღუდული, როგორც უკვე დათომ ახსენა, ეს არის სივრცე, სადაც შენ შეგიძლია თავისუფლად გამოხატო აზრი, ისწავლო რაღაც ახალი, გაეცნო ახალ ადამიანებს, ანუ შეიქმნა შენი კიდევ ერთი ახალი პატარა ოჯახი, რომელიც შეიძლება რაღაც დოზით გაკლია, რაღაც დოზით უცხოა, თუმცა აი როდესაც კარგად გაეცნობა ამ სივრცეს, მიხვდები, რომ ძალიან ახლო, ძალიან მეგობრული და ძალიან, ასე ვთქვათ, საჭირო სივრცე არის, რომლითაც, ასე ვთქვათ, ჯვარელები ვართ ძალიან ამაყები, იმიტომ რომ ეს ადგილი ჩვენთვის არის თვითგანვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი სივრცეების არსებობა და მე მინდა მადლობა გითხრათ და წარმატებები
ჩვენს მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრები მარიამ მატუა და დავით ჭკადუა. მომავალ შეხვედრამდე.